გასული კვირის ნიუსებით თქვენს წინაშეა ნიუს ოდისეა. ვეცდებით მოგიყვეთ საინტერესო ამბები კინოინდუსტრიიდან, ახალ გამოსულ ტრეილერებზე კინოსა და გეიმინგ ინდუსტრიაში და ასევე ფილმებზე, რომლებიც ნახვაც უკვე ჩვენს კინოთეატრებში შეგიძლიათ. მოეწყოთ კარგად და დავიწყოთ. Freaking out, I need a DDI. I know you see me, yeah. Why you so greedy? Ay, I know you won't be me, yeah. Why you so needy? Ay. Wednesdays მეორე სეზონმა მაყურებლებისგან უფრო, ესე ვთქვათ, გრილი გამოხმაურება დაიმსახურა ვიდრე პირველმა. აღარ მოყოლია ახალ სეზონს რეკორდული ნახვები, ფლეშმობები და TikTok ტრენდები. აღფრთოვანებულ კომენტებსა და შეფასებებშიც იგივე სურათია, მაგრამ ეს საერთოდ არ აკნინებს ჩემი აზრით მეორე სეზონს, იმიტომ რომ განა ბევრს ძალუც შეეჭიდოს პირველ სეზონს თუ გავითვალისწინებთ იმ საზომს, რომ გამოხმაურება და ჰაიპი იყო ყველაზე მაღალი ათვლის წერტილი. ფაქტად იმასაც გეტყვით, რომ მიუხედავად ზემოთქმულისა, მეორე სეზონმა მაინც მოახერხა Netflix-ის ჩარტის სათავეში მოხვედრა, რაც ნამდვილად წარმატება. შესაბამისად, პროდიუსერები ამას ესე არ დატოვებდნენ და სანამ ფოლადი ცხელია, სასწრაფოდ ახალი სეზონი ან თუნდაც ახალი სერიალია გამოსაშვები. აღნიშნულზე კომენტარი გააკეთა მსახიობმა ფრედ არმისენმა. მისი თქმით, Netflix-ი გეგმავს მისი პერსონაჟის ბიძია ფესტერის სპინ-ოფის გაკეთებას, რომელიც სავარაუდოდ მეორესა და მესამე სეზონებს შორის გამოვა, რათა შეავსოს დრო. იმიტომ რომ ტირ ბარტონსა და ჯენი არტეგას ნამდვილად დატვირთული გრაფიკი აქვს და ოდნავ დასვენება არ აწყენდათ. ასე რომ ბიძია ფესტერი მაყურებლებს რაღაც ახალ შესთავაზებს და კოლორიტულ ადამიანებსაც არ დაავიწყებს. მარიოს მიხედვით გადაღებული ფილმის ასეთი წარმატების შემდეგ, რომლის შემოსავალმა 1 მილიარდ 300 მილიონს გადააჭერბა, ნამდვილად დროის ამბავი იყო ახალი ნაწილის გამოსვლა და გულშემატკივრები ნამდვილად გაახარა ლეგენდარულმა თამაშების შემქმნელმა, როგორებიც არის მარიო, ზელდა, დონკი კონგი და ბევრი სხვა, სიგერო მიამოტა. იმით რომ მეორე ნაწილი უკვე საფინალო ფაზაშია გადასულიო და პროექტის სახელად Super Mario Galaxy Movie მალე გამოვა დიდ ეკრანებზე. სიუჟეტად დაედება ყველასათვის საყვარელი Super Mario Galaxy და Galaxy 2. სამსახიობო კოლექტივი ისევ შეუდარებელია. ქრის პატი და ჩარლი დეი ისევ მოირგებენ სანტექნიკი ძმების ამპლუას, ანა ტეილერ-ჯოი ისევ იქნება პრინცესა პიჩი და მთავარ ანტაგონისტს კი ყველასთვის სასიხარულოდ ისევ შეუდარებელი ჯეკ ბლეკი წარმოგვიდგება ბოუზერის როლში. ფილმის პრემიერა სულით მომავალი წლის აპრილში. წინა ვიდეოებში კილიან მერფიზე და მაღალი კლასის მამაკაც მსახიობებზე ოცნებისას შემოგვაპარეს ჭორები დედრობითი სქესის ვოლანდემორტზე. ყოველ შემთხვევაში კასტინგზე რომ ორივე სქესის მსახიობებს განიხილავენ. არ ვიცი რა საჭიროა. ასეთი საკულტო როლების სქესის ცვლა. სევერუსი ფერადკანიანია, დამბლდორი გეი, ეხლა ვოლანდემორტი ფემინისტი და ის ცოტაც მოვითმინოთ, ბევრი არაა დარჩენილი წესით ჰოლივუდის ამ საგიჟეთში და მალე ტრანსგენდერ ჰაგრიდსაც მივიღებთ. რატომაც არა, სხვა აქამდე მოყვანილ ფაქტებს, ვინც იღებს, ესეც ჩემთვის მსგავსია. უამრავი ძლიერი ქალი პერსონაჟი იყო ისედაც ამ ნაწარმოებში. ზოგადად ქალის შექმნილია მთლიანად ეს საოცარი სამყარო თავისი ყველა დეტალი და ეხლა ქალად რომ ხედავდეს ვინმეს და არა მამაკაცად, რა შეუშლიდა ხელს? ესე იგი ეს მისი ხედვა. ჯონათან ცნობილია თავისი სოლიდარობით ქალთა გარკვეული წრეების მიმართ და ერთ-ერთი ხმამაღალ სპიკერადაც ითვლება ქალთა პრობლემების წამოწევაში. და ამის ფონზე ვიღაც ნოუნეიმი დგება და არსებულ პერსონაჟს სხვა სქესად აქცევს. ეს ხომ არაა ტოლერანტობა, თანასწორობა და სამართლიანობის შეგრძნება. ესაა მარკეტინგი, რომელსაც გვაწვდიან შეფუთულს დემოკრატიის სტიკერებით უბრალოდ. ნელ-ნელა ეს ვოუკი თითქოს უკვე ხელოვნებას ეშვება, მაგრამ მაინც ასწრებს მილიონობით, ასობით მილიონობით ადამიანის საყვარელი ფრანშაიზების გადაკეთებას, გადასხვაფერებას. და ამ დროს რატომ? იმიტომ რომ ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ტალანტი არ აქვს ახალი და უკეთესი შექმნა. და ესეთ ღარიბულ მეთოდებს მიმართავენ, რომ ყურადღება მიიქციონ პროექტისაკენ. იმიტომ რომ დამიჯერეთ სახელი მარტო ვერ შემოიტანს ფულს. გადახედეთ ბეჭდების ბრძანებლის სერიალს მატრიცის ბოლო ნაწილს. სახელმა ვერ შემოიტანა მილიონები, როცა გადასაღები მოედანი სრულიად დაუთმეს მარკეტოლოგებს და ხელოვნებისთვის ადგილი აღარა. იმედია ეს ჭორი არ დადასტურდება და ზემოხსენებულ ფრანშაიზების ბედს არ გაიზიარებს უგენიალურესი ჯოან როულინგის ჰარი პოტერი.
ტომ ჰენდერსონმა თავის პოდკასტში Insider Gaming Weekly-ში გაგვიმხილა Santa-Monica სტუდიოს სიახლეები და უკვე კარს მომდგარი State of Play-ს მომავალ პრეზენტაციაზე მოსალოდნელი ანონსების შესახებ გვესაუბრა. მისი თქმით, გავრცელებული ჭორები კრატოსის ეგვიპტეში გადაბარგების თაობაზე გამართლდა და ახლა ის უკვე ეგვიპტურ პანთეონის წმენდას შეუდგება. ასევე ველოდებით ახალ იარაღს კრატოსის არსენალში. ეს იქნება ძველ ეგვიპტური მოღუნული ხმალი ხოპეში. ამით არ შემოიფარგლნენ და ორ ნახევარი D ფორმატში, მეტროედვანია სტილში გვპირდებიან ისევე ძველ საბერძნეთში მოგზაურობას, რომელიც ჰენდერსონის თქმით შეიძლება უკვე შემდეგ კვირაში იქნას ოფიციალურად ანონსირებადი. ქსელში გამოჩნდა ახალი ამბები Assassin's Creed Black Flag-ის რემეიქის შესახებ. ერთ-ერთი ავტორიტეტული გაზეთის თქმით, რემეიქში იქნება განახლებული არა მარტო გრაფიკული მაჩვენებლები, არამედ სრულიად გადაიხედება სათამაშო მექანიკა და იქნება გადმოტანილი ახალი ნაწილების უმეტესი გეიმპლეი. რათა თანამედროვე ნაწილების მოყვარულებს არ მოუწიოთ ინტეგრაცია, აც უკვე გარდასულ ნაწილთან და შესაბამისად full price-ადაც რომ მიყიდონ. თორე ჩვენ ძველებს აბა ისედაც ნათამაშები გვაქვს. მაგრამ სამართლიანობისთვის ისეც უნდა აღენიშნოს, რომ მარტო ამ განსხვავებებით არ შემოიფარგლენ და თამაში სიუჟეტური ცვლილებებიც იქნება. სტატიის მიხედვით რემეიქში საერთოდ აღარ იქნება თანამედროვე სიუჟეტური ხაზი, ასევე ადრე თუ დაახლოებით 60-40-ზე იყო ხმელეთსა და ზღვაში ყოფნის დრო, გადანაწილებული ეხლა იქნება პირიქით და შეეცდებიან უფრო ზღვაზე გააკეთონ აქცენტი და ეს არა ხმელეთის კონტენტის შემოკლებით, არამედ საზღვაო სიუჟეტური ხაზის დამატებით იქნება შესაძლებელი. IO Interactive-მა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათი კომპანიის სავიზიტო ბარათი იყო Hitman-ი, 007-ში ისინი სხვანაირ გეიმპლეის შემოგთავაზებენ და უკვე გათელილი გზით არ გაიადვილებენ საქმეს. თუ Hitman-ი უმეტესად stealth-ზე იყო აგებული და შეტაკებები გამოვვალობასთან ასოცირდებოდა, 007-ში ეს ასე არ იქნება. შეტაკებები შესაბამისად უფრო დინამიური და შთამბეჭდავი იქნება. შემოქმედებით გუნდს ერთგვარ მიზნად ჰქონდა, რომ შეტაკებები დინამიურობასთან ერთად ტექნიკურადაც მოწოდების სიმაღლეზე ყოფილიყვნენ ნებისმიერი თვალსაზრისით. მათ შორის რბოლაც, იმიტომ რომ აღნიშნულ თამაში იგივე Hitman-ისგან განსხვავებით, გახსნილი სამყაროს უფრო მასშტაბურია და შესაძლებლობებიც ეფექტური ბათალიების საგრძნობლად მეტია. ასე რომ თამაშის შემქმნელების თქმით, მოიგებს ყველა სტილის მოყვარულების გულს, თამაშის გამოსვლას ველოდებით მომავალი წლის 27 მარტს. კინოთეატრებში გადის ფილმი რჩეული. ზოგადად როცა ვიცი რომ კინოს უახლოეს მომავალში უნდა უყურო, ვცდილობ ტრეილერი არ ვნახო, იმიტომ რომ ხანდახან სპოილერდება გარკვეული სიუჟეტური მოვლენები და მირჩევნია რეჟისორის თხრობის თანმიმდევრობას მივყვე. მაგრამ ამ ფილმზე ეს ვინადე. იმიტომ რომ სრულიად თავდაჯერებით დავიწყე ყურება, რომ რამე კლასიკურ სპორტულ დრამას ვნახავდი, რაღაც თავდადებაზე, წინაღობების დაძლევაზე, დაცემაზე და მერე წამოდგომის აუცილებლობაზე, სულიერ სიძლიერეზე და მივიღე horror art house სპორტული დრამა თუ არც ვიცი რა დავარქვა. არა, საერთოდ სხვა რამე. ფილმი ცუდია თქო არ ვამბობ, მაგრამ საერთოდ რა შუაშია. რისი გათამაშება უნდა და შტაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმი გადაიღო ძალიან გათვითცნობიერებულმა და განათრებულმა კინემატოგრაფიაში პიროვნებამ, რომელსაც საერთოდ არ აქვს ტალანტი გადაღების. აი, მეტაფორებით არის სავსე, გარკვეული სცენები, აი ეს იმ ფილმს მიგვანიშნებს. ეს ნახე იმ ფილმში რომა ისეა დადგმული. აი, პლაგიატს არ დავარქმევ, ხშირად ჩვენებიან ხოლმე რეჟისორები ფანების გულის გასახრად, მაგრამ რეჟისორი დარწმუნებული იყო, რომ პოსტერზე, სადაც ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე არის გამოსახული, ბევრი კუბრიკისა თუ ჰიჩკოკის ფანი წავიდოდა. ეს ხომ ჩვეულებრივი კუდაბზიკობა და მატრაკვეცობა არის რა, მაპატიეთ შეფასებაზე. ფილმში ერთდროულად მოგვითხრობენ პატრიარქატული საზოგადოების სიმდაბიოზე, ასევე ახალგაზრდების ჩაგვრაზე უფროსი თაობის მიერ, ქალის როლზე მათ სამყაროში და მათ ესე ვთქვათ ნივთობრიობაზე, ასევე პირად განცდებზე, ტრავმიდან გამოსულ სპორტსმენს როგორ ანგრევს ეს ყველაფერი და გოუთის ძახილი წინ და უკან იმ მეტაფორით, რომ აი გოუთის საუკეთესოს გაგებით კი არა, როგორც შესაწირი ვაცი, ანუ შენ გოუთი ხარ, ესე იგი შენ ვაცი ხარ, ნუ კაი გავიგეთ, მივხვდით. ოკეი. მოკლედ ფილმაც არ იცის რა უნდა რო გითხრას. თითქოს კვდებოდა რეჟისორი და ყველაფერი უნდა რომ ერთად ერთ ნამუშევარში მოესწრო. სამაგიეროდ
სამსახიობო კოლექტივთან არანაირი პრობლემა. საერთოდ აღმოჩენა იყო ჩემთვის მარლონ ვაინსი. არა, ჩემთვის ნამდვილად არა ლოგდოგის როლში ესე თქვა დაკარგული, მისი დრამატული ნამუშევრებიც გვინახავს იგივე ოცნების რეკვიემში, მაგრამ აქ რაღაცა სხვა იყო, უფრო ენერგიული. მუსიკაც ძალიან საინტერესო იყო, განსხვავებული და რაც ყველაზე გასაოცარია, ძალიან უხდებოდა ამ ქაოს ეკრანზე. კინოში კიდევ ნახვაზე გეტყვით, ჩემი სიტყვები, ჩემი შეფასება ხომ მოისმინეთ. თუ გხიბლავთ მსგავსი ჟანრი, სიღრმისეული სცენები, სამსახიობო ჩართულობა მაქსიმალურად და მუსიკაც საოცარი, კი ბატონო. მაგრამ სპორტული დრამიდან ნამდვილად შორს არის და სცენები, რომელიც საერთოდ არის ესეთი სცენები, რომელიც უბრალოდ ხდება. ყველანაირი გამართლების და ახსნის გარეშე თითქოს რეჟისორი ამბობს, მე ხელოვანი ვარ და მე ესე ვხედავ. ფილმს კინოში წასასვლელად ჩემი სისტემიდან შევაფასებდი 10-დან 5-ით. საინტერესო ნამუშევარია, კინოშიც ღირს ყურება, მაგრამ სპეციფიური მაყურებელი. კინოთეატრებში გადის ფილმი დიდი გაბედული მშვენიერი თავგადასავალი. ისევ ასე ჩვენთვის საყვარელი მეტაფორებით სავსე. ის მაინც გვამშვიდებს, რომ ჟანრს მაინც უხდება ეს ყველაფერი. მაგრამ ცოტა მოსაწყენია. თუ ნახავთ უბრალოდ მიხვდებით რას გულისხმობ, რომ მარგო რობი და განსაკუთრებით კოლინ ფარელი ტყავიდან ძვრებიან, ზურგზე მიათრევენ თელ ფილმს და კიდე იყურება ამის ხარჯზე. ცხობს რომ მეთამაშა ცოტა დაბალი კალიბრის მსახიობებს ალბათ ამის ნახევარსაც ვერ მივიღებთ. მაგრამ ორი უნიჭიერესი მსახიობის დამსახურებით და შიგადაშიგ საინტერესო სცენებით ნორმალური საყურებელი ფილმი მივიღეთ. ფილმი სიყვარულზეა. ორი ადამიანი როგორ გადის გზას ერთად, რომ საბოლოოდ მიიღონ გადაწყვეტილება ფიქტიურ დანიშნულების პუნქტამდე მისვლისას, აგრძელებენ ერთასვლას თუ ჩამოართვევენ ხელს და დაემშვიდობებიან. ჩემი აზრით საკმაოდ კარგი ანალოგია, იმიტომ რომ მართლაც ბევრ წყვილში ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, მაგალითად როგორიცაა ქორწინება. და შემდგომში კი იმის რკვევა, რომ ესა თუ ის დამახასიათებელი თვისება პარტნიორისა, საერთოდ მიუღებელია მისთვის ან დამღლელი. აკი მეტაფორულად გვიხსნიან, რომ ჯობია გაიარონ ერთმანეთისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები ერთად. ტრაუმები, ერთად დაძლიონ, კარგად გაიცნონ, გაერკვნენ ერთმანეთში და შემდეგ დააწვნან, რა უნდა ქნან შემდგომში. ჩაწვნენ რეალურ მიზეზებს მათი ინდივიდუალური კომპლექსებისა და არა ის, რაც ზედაპირზეა, რასაც ყველას ვაჩვენებთ, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი მარტო მშრალი გონებით არ გვიდგას გვერდზე. ის ემოციებსაც გრძნობს და მიუხედავად იმისა, რამდენად შევფუთავთ ამ ყველაფერს, ვერ შევცვლით. ჯობია გადავშალოთ და მივცეთ საყვარელ ადამიანს იმის არჩევანის უფლება, მზადაა მიიღოს ეს თუ არა. მოკლედ, როგორც მიხვდით, რომანტიკული ფილმია, რომელსაც სიყვარულზე რაღაც დიდი ამბიციები არ აქვს და რაღაცა სასწაულთრემ მდინარე დრამებს არ უნდა ველოდეთ და სცენებს მსგავსისა ტომ კრუზი და რენე ზელვეგერი ჯერი მაგვაიერში როგორც არის. სასიამოვნო ვაიბის ფილმია, რომელიც ჩემდა გასაკვირად ტოვებს საფიქრალს და კინოთეატრიდან გამოსვლისას უბრალოდ არ გაიფანტება ჰაერში. წასასვლელად შევაფასებდი 10-დან 6-ით. დღეს ამით დავასრულოთ. თუ მოგეწონათ ვიდეო და გვალაიქეთ, თუ ზოგადად კონტენტი არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რათა არ გამოგჩეთ შემდეგი ვიდეოები და აბა მომავალ ვიდეობამდე. კარგად.